შეჯამებით გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის ერეთის და ციტრუსის პირდაპირ ეთერშიც. ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა. 2020 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია იყო ნათქვამია საქსტატის ანგარიში. პრეზენტაციას თელარა გელანტია ესწრებოდა და ის შეგვიჯამებს ახლა პირდაპირ ეთერში რა ანალიზი მოისმინა საქსტატის ხელმძღვანელისგან. პრეზენტაციას ტრადიციულად გოგიტა თოდრაძე უძღვებოდა. თელარა, გამარჯობა, რა არის დღეს COVID-19-ის გავლენით ჩვენი ეკონომიკის ძლიერი და სუსტი წერტილები? ელენე, ძლიერი და სუსტი წერტილები, უფრო სწორედ დარგები, სადაც ვარდნამ გამოიწვია ჯამში ივნისში ეკონომიკის 7.7%-ით შემცირება. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე დეტალურად ჩამოთვალა თავისი მანდატის ფარგლებში. ის ძალიან შეფასებისგან თავს იკავებს ხოლმე. ფაქტორებს მაყურებელს მოვასმენინებთ, მაგრამ იქამდე ალბათ აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ აპრილში ეკონომიკის 16.6%-ით, ხოლო მაისში 13.9%-ით შემცირების შემდეგ ივნისში 7.7%-იანი ვარდნა ერთგვარი იმედის მომცემია. რაც შეეხება დარგებს, რომელმაც განაპირობა არსებული შედეგი, ამაზე მოდით მოусმინოთ ერთად გოგიტა თოდრაძეს. რაც შეეხება ანალიზ დარგების მიხედვით 17%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, უფრო მეტად 27%-ით არის შემცირებული გაცემული ნებართვების ფართობი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების წარმოების მოცულობის შემცირებასთან, ასევე მეტალურგიულ მრეწველობასთან. აღსანიშნავია წარმოების მოცულობის შემცირება მინერალური წყლების წარმოების მიმართულებით, შესაბამისად 36%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. დაახლოებით 38,000 ვიზიტი იყო განხორციელებული მიმდინარე წლის ივნისში, მაშინ როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 727,000 აღემატებოდა. ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, შესაბამისად შემცირდა მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობაც. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც მოგახსენეთ, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში, რაც დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან, დაახლოებით 85-90%-ით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება წყალმომარაგების ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო ნარჩენების მართვის, დამუშავების და უტილიზაციის საქმიანობებთან. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, რომელიც ეკონომიკის ზრდის და ანგარიშებისას გამოიყენება, ჩვეულებრივ ივნისში საწარმოების ბრუნვამ ჯამურად 6.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. და ბოლოს ახლად რეგისტრირებული საწარმოების სტატისტიკა, რომელიც ასევე ერთგვარი ინდიკატორია ეკონომიკაში არსებული მოლოდინების, სულ გასულ თვეში 4.029 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 10.7%-ით მეტია წინა წლის ივნისზე, სხვათა შორის წინა თვეებში აქაც ნეგატიური მაჩვენებელი ჰქონდა. ასეთია ეკონომიკის წინასწარი შეფასება ივნისში. წლის პირველ კვარტალში, უფრო სწორედ წლის პირველ ნახევარში 6 თვეში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, როგორც ვიცით, მთავრობის არსებული ოფიციალური პროგნოზით 2020-ში ეკონომიკის 4%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი. ელენე, თელარა გელანტიამ შეგვიჯამა პირდაპირ ეთერში რიცხვები და ტენდენციები, რომლებსაც ყოველთვის, მაგრამ კოვიდის პერიოდში განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე. მადლობა თელარას. როგორც მოსალოდნელი